ალმათი საგინაძე 11 წლის. სწავლობ ციხისძირის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ცეკვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. ვარ უნივერსალი და ყველა პოზიციაზე კარგად თამაშობ. როგორც ყველა ფეხბურთელს, უფრო მეტად მომწონს შეტევაში თამაში და გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 214 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ეს გოლი გავიტანე ამ სამშაბათს. ბევრი ჩემი კლასელიც ფეხბურთელია და ერთად თამაშობდით. მივიბოდი შეტევაში, მოვატყოლე 4 მცველი და ახლოდან გავიტანე გოლი. შორიდანაც გამიტანია გოლი, თითქმის კარიდან კაში და თან ცხრიანში. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებები არის ძლიერი დარტყმა და ფინტები. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია პარი სენ-ჟერმენი. უცხოეთიდან რონალდო მომწონს, მაგრამ საქართველოს ფეხბურთელებიდან კვარაცხელია. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ბევრი მეგობარი მყავს, ერთად ვერთობით, ერთად თამაშობ და ძალიან კარგი დავრიგებლების მყავს და მასწავლებლებიც. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სანდრო დიასამიცი. ყველაზე ჭკვიანია ანა ყაჭახმაცი. ყველაზე მშვიდია ჩემი და მარიამ საგინაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია თემო გოლიაძე. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. ერთი გოგო მომწონდა, მაგრამ შემხედრი ნაბიჯი არ გადმოდგა. თორს რომ მოვიყვან, ვიქნები 25-26 წლის. შვილებს დავარქმევ იონეს, სანდროს, თემოს. გოგოებიდან მართას, ბარბარეს და ანას. დანარჩენ შვილებს ჩემ მაცხოვრებელმა დააქვას სახელი. ჩემ ცოლს დავარქმევ ანა მარიას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი ზია რათმაძე. ის არის თბილი, მოსიყვარულე, ხარში გვიდგება ყოველთვის მოსწავლეებს და გვეხმარება სწავლაში. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელობას ვერ მივახწევ, მაშინ მინდა გამოვიდე ინჟინერი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 3 წელი ვცეკვავ პეტრას ანსამბლში. დედიკომ ჯერ არჩევანი გამიკეთა ცეკვა თუ ცურვა, რადგან ჩემმა და აირჩია ცეკვა, მეც გადავწყვიტე რომ ამერჩია ცეკვა და ერთად გვეცეკვა ყოველთვის. სხვათა შორის ეხლა ერთად ვცეკვავთ სოლოს რაჭულში. ჩემი საყვარელი ცეკვარი აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. მაქვს ნიჭი და ცეკვა ძალიან მიხვდება. ჩემი აზრით კიდევ მაქვს კაცური საქმეების ნიჭი. მაგალითად მომაჩემს ვეხმარები აუზების გაკეთებაში და სხვადასხვა საქმეებში. სახლში ცხოვრობთ მე, ჩემი და ჩემი ძმა, დედა, მამა, ბაბუა, ბებია და ბიძია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და, რადგან ორი ძმა ვართ, მინდა კიდევ მყავდეს 2 და, რომ ჩემმა დიდმა დამ არ მოიწყინოს. მე მყავს ტყუპისცალი და მას ქვია მარიამი. ის არის ლამაზი, ბრანჭია და მხიარული. ჩემი აზრით მარიამი რომ გაიზრდება, გამოვა მოცეკვავი. ძმა არის 2 წლის და ქვია იონი. იონი არის ხიარული, მსახიობი და ცეკვის მოყვარული. ის ალბათ გამოვა ბუღალტერი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, ვაჟკაცი, მხიარული და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი და მოსიყვარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პასტა, მაკარონი. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე კარგად გააკეთებს соуს. ისე ჩემი საყვარელი საჭმელი არის ხინკალი. ნიზლავზე შემიძლია შევჭამო 25 ცალი ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 15. მე ძალიან მიყვარს კითხვაც და ასევე ფილმების ყურებაც. ჩემი საყვარელი წიგნია ბიჭი ბოლო მეხზე, საყვარელი ფილმი კი ჰარი პოტერი. სიამოვნებით შევასრულებდი ჰარი პოტერის როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი რონალდოზე კარგი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ფრენა რომ შემეძლოს, აქედან გავფრინდებოდი პირდაპირ თბილ ქვეყნებში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელი სამი პროფესიაა ყველაზე მთავარი. მაგალითად, ჩემი აზრით, ეს სამი პროფესია ბუღალტრობა, ინჟინრობა და ფეხბურთელობა. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად გართობა, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა და დის სტადიონზე გოლის გატანა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.